გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი წლის მოვლენა, ანუ ჩვენ სატელეფონო ზარებს ველოდებით თქვენგან და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება 2015 წლის რომელი მოვლენაა თქვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს. ეთერშია გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის მთავარი თემა წლის მოვლენა, ხოლო მეორე ნაწილში თქვენ შეგეძლებათ დარეკოთ და პირდაპირ ეთერში ისაუბროთ არა მარტო ამ მთავარ თემაზე, არამედ ხმალ გითხრათ თქვენი სოციალური პრობლემის შესახებ, რომლის გადაწყვეტაში მიიღებს მონაწილეობას რადიო იმედი გადაცემის ვუსმენთ ერთმანეთს ფორმატში. ჩვენ ველოდებით თქვენ ზარებს და ძალიან გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, თქვენი მოსაზრება, თუ რომელია 2015 წლის მთავარი მოვლენა თქვენთვის, მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი, სიახლე, რაც 2015 წლის განმავლობაში დაფიქსირდა და რატომ არის თქვენთვის პრიორიტეტული ესა თუ ის საკითხი. ჩვენ ველოდებით თქვენს ზარებს რადიო იმედის პირდაპირ ეთერში და სანამ თქვენ დაგვირეკავთ პირდაპირ ეთერში, ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე სატელეფონო დიალოგს 292 11 88 292 11 99. ეს არის რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, რომლებიც ჩართულია და უკვე თქვენი ზარის მოლოდინშია. ძალიან საინტერესოა თქვენი პირადი პოზიცია, თქვენი პირადი მოსაზრება, თქვენ რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად წლის განმავლობაში. 2015 წელი მოგახსენებათ საკმაოდ დახუნძლული იყო თავისი სიახლეებით, პოლიტიკის თუ სოციალური სფეროების გამოყოფა შეიძლება არაერთი თემა, არაერთი საკითხია, რომელიც შეიძლება დასახელდეს წლის მნიშვნელოვან მოვლენად, თუმცა ნებისმიერ მსმენელს შეუძლია სხვა ტიპის შეფასება ქონდეს, სხვა ტიპის мотиваციიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფაქტორები იყოს წლის მნიშვნელოვანი მოვლენა. უკვე პირველი მსმენელია ხაზზე და მოვისმინოთ მისი მოსაზრება. საღამომშვიდობისა, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოვლენა იმაჩნია სულ ახლახანს განხორციელებული სამთავრობო ცვლილება, უпростоრად პრემიერ-მინისტრის დიახ. შეცვლა, უბრალოდ იმდენად სამარცხვინოთ მიდიოდა ჩვენი ქვეყნის საქმე, რომ იქნება ახლა მაინც გამოსწორდეს, თუმცა მოლოდინები ნაკლებად არის ამისი, მაგრამ მაინც ცვლილება არის და იქნება უკეთესობისგან წავიდეს. ხოლო წლის ადამიანად მინდა დავასახელო ზოოპარკში ძიძა, ქალბატონი სამწუხაროდ, ჩემდა სამწუხაროდ სახელი და გვარი არ მახსოვს, შემდეგ გარდაიცვალა, იგი შეეწირა იმ მოვლენას 13 ივნისისას. დიახ. თავის მეუღლესთან ერთად. გასაგებია. მე აი ამ ქალბატონს დავასახელებდი. გასაგებია. დიდი მადლობა ზარისთვის, უღრმესი მადლობა თქვენი შეფასებისთვის, თქვენი პოზიციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება. სანამ მორიგი მსმენელი დაგვირეკავს, ჩვენ შემოგთავაზებთ სატელეფონო დიალოგს ბატონ სოსო გალუმაშვილთან, რომელიც პირდაპირ ხაზზეა უკვე როგორც მანიშნებენ. ბატონ სოსო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროთ. თქვენ როგორც PR-ისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი, 2015 წლის მოვლენებიდან რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად? პრინციპში ძალიან ბევრი მოვლენის გამოყოფა შეიძლება დადებითისა და უარყოფითის თქვენ რომელს მეკითხებით. მოდით დადებითზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. დადებითზე კი ბატონო. რა თქმა უნდა, ბევრი მოვლენის გამოყოფა შეიძლება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემის აზრით ის რაც არა მარტო 2015 წელს, არამედ ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღიდან, ვფიქრობ, დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომელმაც პრინციპში საქართველოს როგორც სახელმწიფო ევროპის რუკაზე დააფიქსირა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო უკვე სხვა აბსოლუტურად განსხვავებული სახით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ალბათ
ვფიქრობ რომ პირველ ადგილზე გასაყვანი მოვლენა და ეს არის ის რამაც ახალი ბიძგი შეიძლება მიცეს საქართველოს როგორც სახელმწიფოს როგორც ქვეყნის განვითარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ ადგილზე დასაყენებელი და კიდევ ერთხელ მინდა მივუწო როგორც საქართველოს მთავრობას, ხელისუფლებას, ასევე მოსახლეობას, საზოგადოებას ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. მეორე რასაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ ეს არის ენერგეტიკაში მომხდარი ცვლილებები. ვფიქრობ რომ ეს არის ის ახალი ჰესების მშენებლობის საკითხი, რაც გარკვეულწილად ჩვენ ენერგიულ დამოუკიდებლობას განაპირობებს მომავალში და გვაქცევს რეგიონში თითქმის ერთადერთ ექსპორტიორ ჰიდროენერგეტიკული რესურსების მიღებული ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გამოყოთ ცალკე ეს არის ნესკრა-ჰესის მშენებლობის საკითხი. იმედი მაქვს რომ როდესაც 2016 წელი დასრულდება თქვენ აუცილებლად დამირეკავთ 30 დეკემბერს მე იგივე სიამაყით გამოცხადებ ხუდო-ჰესის შესახებ, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეკრავს იმ ჯაჭვს, იმ სქემას, რასაც ქვია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და თქვენ კარგად ამჩნევთ რომ დღეს თუ რაღაცით მიდის ვაჭრობა სოფლიოში, თუ რაღაცა ხდება ალბათ ატომურ იარაღზე უფრო ძლიერი ეს არის ენერგეტიკული რესურსები და ჩვენი ქვეყანა რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ენერგეტიკული რესურსები და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები მინდა გამოვყო ის საკითხები რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას და მე როგორც ვიცი რეფორმაში გათვალისწინებულია რომ პირველად ჯანდაცვაზე, ანუ ფაქტობრივად ჯანმრთელობის პრევენციაზე, ჯანსაღი ცხოვრებისკენ წასვლაზე შესაძლოა გამოიყოს მთელი ჯანდაცვის ბიუჯეტის 30% და აი ეს არის სწორედ ევროპისკენ სვლა. ეს არის ერთი საკითხი და მეორე საკითხი ეს არის იაფი წამლები, რომელიც გასაკვირველია სრული მასშტაბით ვერ განხორციელდა 2015 წელს დავასრულებოდიში, მაგრამ იმედი მაქვს და უკვე არის წინა პირობები რომ 2016-ში ეს პროექტი განხორციელდება. გასაგებია. უღრმეს მადლობას გიხდით, თქვენ აღნიშნეთ მეორე პროექტი, რომელიც ხუდო-ჰესს ეხება, რომელსაც ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, იმედი მაქვს ეს ყველაფერი იგივე ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ასე ვთქვათ, მე თქვენ გეტყვით ეს ძალიან საინტერესო სტატისტიკას, რომ არ არის ასე, რომ ბევრი მოწინააღმდეგე დღეს პრინციპში უფრო მეტი მომხრე არის და გეტყვით ყველების მიხედვით, ვიდრე მოწინააღმდეგე და ყველაზე მთავარი რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა გახდა უკვე მომხრე ამ პროექტის და გეტყვით რატომ პირველი 5 წლის განმავლობაში არაფერი არ დაიწყორება არანაირი თქვენთან ამ თემაზე ის ხალხი დასაქმდება აი დღეს იქ მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ რა პრობლემა აქვს ეს არის დასაქმების პრობლემა უზარმაზარი რაოდენობა ეს არის 80% მაგალითად იგივე მესტიის რაიონში არის რეგისტრირებული ბაზაში რომელიც შემწეობას იღებს სახელმწიფოსგან. წარმოგიდგენიათ ეს რამხელა პროცესია. მე თქვენთან ამ თემაზე პოლემიკაში შესვლა არ მიფიქრე, პირიქით, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ძალიან ვისურვებ, რომ ყველანაირი პროექტი განხორციელდეს ზედმეტი რაღაც სირთულეების და გარეშე და იყოს უმტკივნეულად, იმიტომ რომ სოციალური თანხმობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამის თქმა მინდა და რაღაც თემასაც არ მინდა გადავუხვიოთ გადაცემიდან, იმიტომ რომ კიდევ რამდენიმე მსმენელი გველოდება და სატელეფონო ჩართვა გვაქვს. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი პოზიციის და მოსაზრების დაფიქსირებისთვის პირდაპირ ეთერში. ახონდის მსმენელი ამასობაში ხაზზე საღამოშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მივულოცოთ ამდე გიშობა ახალი წელი ყველა რადიო მსმენელს, გისურვებთ რომ ბედნიერი წელი ყოფილიყოს.
ჩემთვის 2015 წელს ყველაზე გამორჩეული მოვლენა ეხებოდა სპორტს. UEFA-ს სუპერთასის მატჩს გულისხმობ. ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა იმის, რომ ბარსელონა ჩამოვიდა თბილისში და ჩემი აზრით მიუხედავად ბილეთებთან დაკავშირებული პრობლემებისა, მაინც საუკეთესო მატჩი იყო. ცოტა ხნის წინ UEFA-მაც დაასახელა წლის საუკეთესო მატჩად და თვითონ სტადიონზე ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი არის ასეთი დონის მატჩის ჩატარება თბილისში. ასე იგი, ანუ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს ფინალური მატჩი იყოს. დიახ, ძალიან გაგვიმართლა, რომ მაინც და მაინც ამ წელს მოიგო ბარსელონამ და ზუსტად ბარსელონა ჩამოვიდა, ნამდვილად საუკეთესო თამაში იყო და ბედნიერები ვართ ყველა, ვინც იქ ვიყავით. ასე იგი, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ზარისთვის და თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. თქვენ უსმენთ გადაცემას უსმენთ ერთმანეთს, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილის თავარი თემა არის თქვა წლის მოვლენა, თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და გვიპასუხოთ კითხვაზე, თუ თქვენი აზრით 2015 წლის რომელი მოვლენაა მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ასევე დაასაბუთოთ მიზეზი, თუ რატომ მიიჩნევთ ამა თუ იმ ღონისძიებას თქვა გამორჩეულად 2015 წლის ფარგლებში, სანამ მსმენელი დაგვირეკავს კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგში ამოგვთავაზეთ ბატონ ლაშა დუღუშია პირდაპირ ხაზზე. საღამოშვიდობისა ბატონ ლაშა, მოგესალმებით. გამარჯობათ. მადლობას მოგახსენებთ ჩართვისთვის პირდაპირ ეთერში და თქვენ როგორც მედია ექსპერტი ალბათ თქვენთან ამგვარად დავსვამ კითხვას 2015 წლის ამ პერიოდში, რაც ამ 1 წლის განმავლობაში რაღაც დარჩა 1 წლის დასრულებამდე, დღე ნახევარი ალბათ, მედიის თვალსაზრისით რა შეიძლება გამოვარჩიოთ? მედიის კუთხით. მოგესალმებით, დამდეგ ახალ წელს გილოსავს. ალბათ უფრო ინტეგრაციული პროცესები იყო ყველაზე ვთქვათ პოზიტიურად გაშუქებული, მეტი ინტერესი იყო დათმობილი საქართველოს ევროპერსპექტივას თან დაკავშირებით, ვიზების თემა იყო ალბათ ყველაზე მომგებიანი ამ თვალსაზრისით მოლოდინი იყო და მოლოდინი გამართა. ხა ვიზებით თავისთავად ცალკე აღებული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ მე ვიტყოდი კონსტრუქციულად ვიზები მიება შესაძლებლობებს და უნარს გარკვეული რეფორმების განხორციელებისას. ანუ ჩვენ დაგვიწერეს ხუთიანი, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ის ძალიან მტკივნეული რეფორმები, რომელიც იყო გასატარებელი ქვეყანაში, გატარდა და ეს იყო პოზიტიური. მაგალითად, უკრაინასაც მიცეს იგივე დადებითი, ესე თქვა, ხმა, თუმცა უკრაინის კონტექსტი მაინც განსხვავებული იყო ჩვენგან. იქ სხვა პრობლემები აქვს, იცით, ომი და ის იყო, ასე თქვა, ავანსი მეტად და ჩვენთან დაკავშირებით იყო ესეთი პოზიტიური მესიჯი. ანუ ცალსახად ეს დადებითი რაც არის. ანუ ხა ძირითადი ბრძოლის, ასე თქვა, ხაზი გადიოდა მაინც რამდენიმე მიმართულებაზე. ერთი დაპატიმრებების თემა, ну იცით ალბათ, თემას გავშლი, მეორე იყო რუსთავი და მესამე ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სასამართლოსთან დაკავშირებით, იცით ბატონი რუსიძის დანიშნაზე, ну ეს იყო, ასე თქვა, ბოლო აკორდი. იმ ასე ვთქვათ ნეგატიური მესიჯების თუ ნეგატიური და ყველაზე კრიტიკული ასე ვთქვათ ნაწილი, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში გაშუქებული მედიის მიერ. გასაგებია. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ბატონ სოსო. დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში დიალოგისთვის. თქვენ ეთერშია გადაცემა უსმენთ ერთმანეთს, მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებ ტელეფონის ნომრებს, რომლებსაც შეგიძლიათ დაარეკოთ და დაასახელოთ თქვენი აზრით, თუ რომელი მოვლენა შეიძლება დავასახელოთ 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენად 2092 1188 2092 1189 ამ ნომრებზე ველოდებით თქვენ სატელეფონო ზარებს, თუმცა ჩვენ პირდაპირ ეთერში დიალოგს განვარძობთ მხოლოდ რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ სარეკლამო სავალდებულო სარეკლამო ჭრაზე გავალთ და კვლავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთით დაგემშვიდობებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.
ჩვენ კლავ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უსმენთ გადაცემას უსმენთ ერთმანეთს, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანოვა გახლავართ, დღეს ჩვენ უსმენთ ერთმანეთს, მე შეგახსენებ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის მთავარი თემაა წლის მოვლენა, ხოლო ინტერაქტივის კითხვა არის შემდეგი 2015 წლის რომელი მოვლენაა თქვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ. გარდა ამ თემაზე საუბრისა თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში რადიო ემეჩი და თქვენი სოციალური პრობლემების შესახებ ისაუბროთ, ხოლო გადაცემა უსმენთ ერთმანეთის ფორმატში ჩვენ ვეცდებით ამ პრობლემის მოგვარებაში გაგიწიოთ დახმარება. როგორც მატყობინებენ უკვე მსმენელი ახალზე, სანამ მას გავიყვან პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რადიო ემედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 საღამო მშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობათ. მე მინდა მივუოთ ჯერეთი ყველა მსმენელს დამდეგი ახალი წელი და დიდი მადლობა ჩვენს ვახტებს. 2015 წლის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და ყველაზე გული სამატკივრებელ პრობლემაზე 13 ივნისის პრობლემაზე. სტიქიაზე. დიახ, მივხვდით. ჩემთვის ეს ძალიან ცუდი ამბავი იყო და ძალიან მეწინა გული. უთანაგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაზიანდა სტიქის დროს და რომელიც დაიღუპა. განსაკუთრებით ძალიან მეწოდებოდნენ დები ჯიგერენაიები, რომლებიც დაიღუპნენ სტიქის დროს, ძალიან ახალგაზრდა გოგოენები იყვნენ, როგორც თქვენ იცით და ასევე ზოოპარკს საქართველოს ზოოპარკს უთანაგრძნობებს და ძალიან მეწყინა ამდენი ცხოველი რომ დაიღუპა და ამდენი ცხოველი რომ მოკლეს. გასაგები. ასევე წლის ადამიანად მინდა მე დავასახელო თამაზ ელიზბარაშვილი, რომელსაც აქვს თავშესაფარი, ძაღლების თავშესაფარი და ყოველდღიურად მასთან მიყავთ ძალიან ბევრი ძაღლები და მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და მათ იფარებენ და შემდეგ აყავთ პატრონებს, ახალ პატრონებს და ძალიან მიხარია ამ ძაღლების ბედი, რომლებსაც ყავთ ახალი პატრონები. გასაგებია. ჩვენ კი ძალიან გვიხარია თქვენი ზარი და თქვენი პოზიციის დაფიქსირება. უგროს მადლობას მოგახსენებთ პირდაპირ ეთერში დარეკვისთვის და ამ ყველაფერზე საუბრისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ველოდებით თქვენ ზარებს და გვაინტერესებს თქვენი შეფასება, თქვენი პოზიცია, თუ რა მოვლენაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული 2015 წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა თქვენ რა შეფასებას აძლევთ გასულ წელიწადს, სანამ თქვენ ზარს მოვისმენთ მორიგს, ანუ მორიგი მსმენელი გავა პირდაპირ ეთერში, ბატონო ალექსანდრე თვალჭრელიძეს გავესაუბრებით. ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. მადლობა რომ მოახერხეთ ჩვენთან დიალოგი პირდაპირ ეთერში და პირდაპირ გადავალ საქმეზე 2015 წლის განსაკუთრებული მოვლენა ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელი შეიძლება მივიჩნიოთ განსაკუთრებულ მოვლენად. ეკონომიკური თვალსაზრისით არ ვიტყვი, ზოგადად საკაცობრიო თვალსაზრისით ვიტყვი. ჩემის აზრით ყველაზე მაინც მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის იყო აი ის რომ ჩვენი ხელშეკრულება ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან აბსოლუტურად ყველა წევრმა ქვეყანამ რატიფიცირება გაუკეთა და ამავე დროს მოხდა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარება, რა. ეს უკვე შეუქცევადი პროცესია ჩვენი ევროპისკენ სწრაფისა. რაც ნეგატიურ მოვლენას ეხება, ახლა მე უსმინე ხალბატონი იძახა 13 ივნისის მოვლენებზე, მე არ მინდა გამეორდე. ჩემთვის მეორე ძალიან გულსატკენი იყო ის, რომ აი ისლამურ სახელმწიფოში საქართველოდან გამოსული ადამიანები, რომელიც ჩვენ შევიკერდეთ თავის დროზე პანკისის ხეობაში, ერთ-ერთ ლიდერულ პოზიციაზე იმყოფებოდნენ, თუ კი დაუჯერებთ იმ განცხადებას, რომ თარხან ბათირაშვილი დაკავებულია ამერიკული სპეცსამსახურების მიერ. გასაგებია.
მადლობას მოგახსენებთ. დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში დიალოგისთვის ბატონი ალექსანდრე თვალჭრელიძე იყო, ვისაც ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ კვლავ ველოდებით თქვენგან ზარებს ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99, რათა მოვისმინოთ თქვენი პოზიცია, თქვენი შეფასება, რომელი მოვლენა შეიძლება დავასახელოთ 2015 წლის გამორჩეულ მოვლენად და ასევე საინტერესო იქნება თქვენი დასაბუთება თუ რატომ მიიჩნევთ ამ თუ იმ ფაქტს წლის გამორჩეულ მოვლენად და ფაქტად მსმენელებს ველოდებით მსმენელების ზარებს 292 11 88 292 11 99 ეს არის რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ ამ თავარ თემაზე დიალოგის გარდა გაქვთ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში მოაღლა ისაუბროთ თქვენ სოციალურ პრობლემებზე. მადლობთ რომ მსმენელია ხაზზე, საღამოშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. მე მინდა წლის მოვლენად მოსახლეობის ახალგაზრდა ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. დღეს ვეღავი ევერესტის დაჯილდოებაზე. პედაგოგი ჩამოსული იყო, ბავშვი ვერ ჩამოვიდა. რა სიძნელებს გადალახავენ ეს ბავშვები, რომ ჩამოვიდნენ და ამ ოლიმპიადაში რომ მიიღო მონაწილეობა, ნამდვილად გმირობის ტოლფასია და მე ვფიქრობ, იქ მცხოვრები ხალხი და ეს ბავშვები უხედავები არიან და უფრო მეტი ყურადღება ჭირდებათ მაგას და ის ბავშვი, რომელიც გავიდა იქ ასეულში მოხდა, ის იქ აფხაზეთში ცხოვრები ბავშვი, ის ნამდვილად პირველად იმსახურებს თავისი გმირობით, რომ რა სიზნელები გადალახა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია მე მგონია წლის. გასაგებია, ანუ თქვენ საუბრობთ აფხაზეთში მცხოვრებ მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე, ხო? დიახ, რომლებაც აი უზარმაზარი სიზნელები გადალახეს, რომ ჩამოსულიყო და მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიადაში. გასაგებია. დიდი მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთი მსმენელია ხაზზე და მისი პოზიცია და მოსაზრება მოვისმინოთ. საღამოშვიდობისა, რომელი მოვლენაა თქვენი აზრით 2015 წლის ყველაზე გამორჩეული? საღამოშვიდობისა, პირდაპირ ეთერში ხართ. ხაზზე ხართ, დიახ და ველოდებით თქვენს პოზიციას. რომელი მოვლენას მიიჩნევთ გამორჩეულად? გეტყვით, თქვენ მე მინდა წლის ადამიანად პატრიარქი დავასახელო, რატო ისი დაბადების დღეცა გაიგე და უწმინდესი და უნეტარესი ბრძანდება. ჩემი გაგეთ და ჩემი იმით. გასაგებია. და რაც შეეხება თქვენ გადაცემას, თქვენ გადაცემაში დავრეკე შემთხვევით, მე უსმენდი დიდი ხანი თქვენ გადაცემას, მაგრამ დავრეკე და დამეხმარეთ ძალიან კარგად, სოციალური საკითხები გამირკვი. ხარია თუ პრობლემის მოგვიყვანში და თქვენი გადაცემა ძალიან სპექტაკლი და ძალიან მოსაწონია ხალხისთვის და პირადად ჩემთვისაც. გასაგებია. და მე ახლა არ მინდა დაგაყოვნო და მინდა მთელ რადიოს მსმენელებს მოულოცო ახალი წელი და თქვენ კოლექტივსაც ყველა სათითაო თავიდან ბოლომდე თქვენ კოლექტივში ვინც შრომობს. უღრმესი მადლობა. კარგად გისურვებ და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა. არა, პირიქით, მე თუ უნებას დამთავრდეთ, წამით შეგაყოვნეთ, იმიტომ რომ გასაგებია და დიდი მადლობა, რომ თქვენ პოზიციას გამოხატოთ. გასაგებია, რომ წლის ადამიანად პატრიარქი დაასახელეთ, მაგრამ 2015 წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა თქვენი აზრით რომელია? გამორჩეული მოვლენა იცი რა არის? ცუდის მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთში ჟურნალისტები დაფრიტეს, წარმოგიდგენია დახატვის და კარიკატურის გულისთვის, ეს ნამდვილად გულში მახსოვს მე ძალიან ცუდად. და კარგი, ბევრი შეიძლება ვთქვა და ბევრი შეიძლება გაკეთეს ბატონებზაზე. გასაგებია. დიდ მადლობას მოგახსენებთ ზარისთვის. და ასეთი თბილი სიტყვებისთვის უღრმესი მადლობა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მთავარი თემა წლის მოვლენა 2092 11 88 292 11 99. ამ ნომრებზე ველოდებით თქვენგან ზარებს და გვაინტერესებს თქვენი შეფასებით 2015 წლის რომელი მოვლენა შეიძლება დავასახელოთ გამორჩეულად. ჩვენ არ გქონია ასე ვთქვათ ინტერაქტივის კითხვად დასმული წლის ადამიანად ვის დაასახელეთ, მაგრამ 5 მსმენელიდან 3-მა თავის დაუნებრო წლის ადამიანი დაასახელა და ასე ვთქვათ საინტერესო იქნება თუ ამ კითხვაზე მორიგი მსმენელიც გავხსნას პასუხს და თავის მოსაზრებას დააფიქსირებს. სანამ მსმენელი დარეკავს, მე კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ, როგორც მატყობინებენ ბატონ მამუკა არეშიძეა პირდაპირ ხაზზე. საღამოშვიდობისა ბატონ მამუკა.
სამშვიდობისა. მადლობა რომ მოახერხეთ ჩვენთან დროის გამონახვა დიალოგისთვის პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვცდილობთ რომ გავარკვიოთ ასე ვთქვათ 2015 წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენა, წლის მოვლენა. თქვენ ადამიანს რომელიც ექსპერტი ბრძანდებით კავკასიის საკითხებში პოლიტიკურ მოვლენებთან გაქვთ ძალიან აქტიური შეხება. თქვენი შეფასებით და მოსაზრებით რომელი მოვლენა შეიძლება გამოვარჩიოთ და დავასახელოთ 2015 წლის განსაკუთრებულად გამორჩეულ ფაქტად. ეს რამოდენიმე მოვლენა საქართველოს ქვეყნისთვის იყო სასარგებლო მოხდა ამ წელს. ეხლა რასაკვირველია ვიზა ლიბერალიზაციის თემა იქნება ზოგიერთი სხვაც ალბათ. მაგრამ მე ამაზე არ მინდა ძირითადად ყურადღება გავამახვილო, მე მინდა გავამახვილო 13 ივნისის მოვლენაზე. როდესაც უბედურებას ქართულმა ხალხმა ფანტასტიკური ენთუზიაზმით და შეკრებებით ახალგაზრდობამ გასაკუთრებით შეკრებებით პასუხა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად ეხლა მე ვთვლი, რომ ასეთი რამ მოვლენურია და აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად გამოყოფილი საზოგადოების ნადირობაში. ეს ადების რა შეეხება და უარყოფითი მოვლენები სამწუხაროდ ბევრი იყო. მაგრამ ეხლა სახელმწიფო პრესასწავლია და არ მინდა უარყოფითი ვეღარ. გასაგებია. კარგი, დიდ მადლობას მოგასცემთ პირდაპირ ეთერში დიალოგისთვის. დიდი მადლობა ბატონი მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში და თავის პოზიცია გაგვაცნო წლის მოვლენასთან დაკავშირებით. 292-11-88 ეს არის რადიო ემედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაარეკოთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, თქვენი აზრი, თქვენი შეფასებით 2015 წლის რომელი მოვლენაა, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით გამორჩევის ღირსი. ასევე გაქვთ საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენ ფორმატს და დაარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოვხატოთ და გაგვაცნოთ თქვენი სოციალური პრობლემა და ჩვენ კი გადაცემის ფორმატის ფარგლებში ვეცდებით გაგიწიოთ დახმარება სოციალურ პრობლემების მოგვარებაში. რადიომს სმენელს ვაძლევთ კიდევ ერთ საშუალებას, რომ პირდაპირ ეთერში ისაუბროს, რომელმაც დაარეკა. საღამომშვიდობისა, გისმენთ. მოგესალმებით. მოკლედ ძალიან საინტერესო ამოკითხვას ატარებთ. ჩემი აზრით წლის საუკეთესო მოვლენა ანუ ის რამდენიმე საათის წინ შეიძლება ითქვას რომ მოხდა, იმიტომ რომ ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულება და თქვათ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოსავალმელი პროგნოზირებადი იყო და თქვათ ყველა ველოდით რომ მოხდებოდა. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო აი სულ რამდენიმე საათის წინ, როდესაც უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგა პარლამენტის წინაშე და მან წამოაყენა ესეთი ინიციატივა, რომ აი მთავრობის პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშესრულება. ანუ ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა, რომ არც ერთ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ინიციატივა არ ქონია. მსგავსი ინიციატივა არ ქონია. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად ეს როგორც ფაქტი და მის მიერ ესეთი ფრაზა ეს მოვლენა ჩემი აზრით შეიძლება ჩაითვალოს წლის მოვლენად. შესაბამისად ის ადამიანასაც შეიძლება ჩავთვალოთ აქედან გამომდინარე ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ახლა გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გასაგებია. შეიძლება თქვენი სახელი გითხრათ? ლევანი. ბატონ ლევან, მე მგონი გცნობთ კიდევაც და თქვენ მე მინდა თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელსაც გაქვთ რობოტიკის სკოლა მოზარდებისთვის, ხო სწორად გიცემთ ხმაზე. მადლობა ზარისთვის. და მინდა ასე ვთქვათ თქვენი ძალისხმევაც დავასახელო და თქვენი კოლეგების და ზოგადად ტექნოლოგიების თემაში ჩართული სხვა ადამიანების ძალისხმევა მინდა დავასახელო, ასე ვთქვათ წლის მოვლენად სიმბოლურად ვამბობ ამას, რადგან ამ თემასაც ვიცნობ და მე ვფიქრობ, რომ გასული წელიწადი იყო ერთ-ერთი ის წელიწადი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა განსაკუთრებული ყურადღება, ასე ვთქვათ, მიექცა თუნდაც ფორმალური, თუნდაც ინიციატივის დონეზე ინოვაციებს, გამოგონებებს და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს თემა მომავალში უფრო მკვეთრი და შედეგიანი იქნება. იმედი მაქვს და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მიმართულებით და ესეც ვთქვათ, აი ამასთან ერთად ის რომ ყურადღება მიექცევა აი ახალგაზრდებში მეწარმეულთვისებების გამოვლენას ახმადებას, ეს ჯამში უკვე არის ისაც მართლა შეიძლება ითქვას, რომ ესეთი წინ წავწერს ქვეყნის ეკონომიკას და შემდეგ. დიდი მადლობა ზარისთვის. ურმესი მადლობა ჩვენი გადაცემის
ფორმატიდან გამომდინარე ჩვენთვის გამოყოფილი დრო როგორც მათყობინებს ხმის ოპერატორი სამწუხაროდ დასახსრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემის თემა იყო წლის მოვლენა ხოლო ინტერაქტივი შეკითხვა იყო ასეთი 2015 წლის რომელი მოვლენაა თქვენთვის მნიშვნელოვანი და რატო დაახლოებით 7-მდე მსმენელმა დარეკა 7-მდე მსმენელმა მოასწრო პირდაპირ ეთერში თავისი პოზიციის დაფიქსირება და მე ვეცდები ასე ვთქვათ რეზიუმე გავაკეთო თუ როგორ რა თემები დაასახელეს ჩვენმა მსმენელებმა წლის გამორჩეულ და მნიშვნელოვან თემებად მთავრობის გადადგომა იყო პირველი მსმენელის პოზიცია და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ დაგვისვია თემა და არ გვიკითხავს მსმენელებისთვის ვის მიიჩნევთ წლის ადამიანად პირველივე მსმენელმა წლის ადამიანად დაასახელა ზოოპარკის დაღუპული თანამშრომელი ქალბატონი გულიკო ჭიტაძე რომელიც კარგად ახსოვს საზოგადოებას მეორე მსმენელის პოზიცია მეორე მსმენელის მოსაზრებით და შეფასებით 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ფაქტი იყო ის რომ ჩემპიონთა ლიგისა და UEFA-ს თასის გამარჯვებულები შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში ანუ ბარსელონა სევილიას ფინალური მატჩის მასპინძლობაზე იყო საუბარი მესამე მსმენელმა 13 ივნისის საღამოს სტიქია დაასახელა 2015 წლის მოვლენად ასე ვთქვათ ეს ფაქტი და მანვე წლის ადამიანად დაასახელა ბატონი თამაზელის ბარაშვილი რომელსაც აქვს ისეთი პროექტი რომელიც გულისხმობს მიუსაფარი ძაღლების პატრონობას მეოთხე მსმენელის შეფასებით ასე ვთქვათ გამოსარჩევია გასული წლის მოვლენებიდან გამომდინარე აფხაზეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები და მათი მასწავლებლები რომლებმაც მიუხედავად სიძნელეებისა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადებში რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა და ამ ოლიმპიადებში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს მეხუთე მსმენელის შეფასებით კი საფრანგეთში მომხდარი ტერაქტი იყო წლის გამორჩეული მოვლენა, ხოლო წლის ადამიანად მეხუთე მსმენელმა საქართველოს პატრიარქი უწმიდესი და უმტერესი ილია მეორე დაასახელა. მეექვსე მსმენელის მოსაზრებით კი ახალი მინისტრის განცხადება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გასულ წელს, განცხადება, რომელიც ეხება ახალგაზრდა იდეის მქონე ადამიანების სახელმწიფოს მიერ დასაქმება და მათი იდეების განხორციელებაში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა და ამ ლოგიკითვე მეექვსე მსმენელმა წლის ადამიანადაც ახლაც დანიშნული ჩვენი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა. დიდი მადლობა, სულ ეს იყო ასე ვთქვათ ის თემები, რომლებიც 2015 წლის გამორჩეულ მოვლენებად დაასახელეს ჩვენმა მსმენელებმა. უგრუნს მადლობას მოგახსენებ, ჩვენ კი ერთმანეთს ხვალ შევხვდებით, კვლავ მოისმენთ გადაცემას უსმენთ ერთმანეთს რადიო იმედის პირდაპირ ეთერში 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99 უსმენთ ერთმანეთს